ეხლა ერთი ადგილი მინდა გაჩვენოთ და თქვენი დახმარება მჭირდება. Auți me ver ხედავ აქ რაღაცებს თუ მართლა არ ჩანს ობიექტურად აქ არაფერი. ეს არის მებაღეობის ზონა ერთ-ერთი და გაცემული იყო ჯამში 250-მდე ნაკვეთი. აი ასეთი ტერიტორია არის. თუ ხედავთ აქ ვინმე რამეს სახლს, კარს, ან შემოღობვას, ან ადამიანს სამწუხაროდ ადამიანის ჭაჭანება არის მის ამ ტერიტორიაზე. მაგრამ რეესტრისთვის ისმის და რეესტრი იძახის ასეთ რაღაცას, რომ წარმოადგინე მოწმეთა ჩვენება. ეხლა ეს დავალება ყველას ეძლევა, როგორც წესი ყველას გაძლევენ და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ მნიშვნელოვან ფაქტებს ამ მოთხოვნის ირგვლივ. მოწმეთა ჩვენება რეალურად თავის დროზე საკანონმდებლოდ გაითვალისწინეს და დაამატეს იმის გამო, რომ ეს ყოფილიყო შემავსებელი საშუალება, როდესაც პირს არ ჰქონდა სრულყოფილი დოკუმენტაცია, ან ჰქონდა რაღაც გარკვეული სახესტკიცებულებები, მაგრამ იძლეოდა დამატების საჭიროებას, დამატებით მოეთხოვათ პირისთვის, რომ აი მოწმეთა ჩვენების საფუძველზე იქნებ დადასტურებულიყო პირისადმი ნაკვეთის კუთვნილების ფაქტი. და ძალიან ბევრ ლოკაციაზე ამან წარმატებით იმუშავა, ხო, სადაც გამოცდილება არსებობს, ხალხი ცხოვრობს, საკარმიდამო ნაკვეთებია, თაობებს აქვს ნაცხოვრები და იცნობენ ადამიანები ერთმანეთს, იქ ბუნებრივია, რომ ადამიანს თხოვ კიდევაც რომ დაგემოწმოს და რეალურად ისეთი მოწმე გეყოლება, რომელსაც მართლა იცის იქ ვინსად არის და ხშირად ასეთ ნაკვეთებზე, საკარმიდამო, საკომლო ნაკვეთებზე, საბუთებზე მეტად ადამიანების მეხსიერება უფრო ინახავს მასალებს და ძალიან კარგი საშუალება იყო, რომ ადამიანისთვის ხელი გაეწოდათ რეგისტრაციის პროცესში. მაგრამ ეს პრაქტიკა გაუკუღმართებული ფორმით დაინერგა სხვა ტიპის მიწებზეც, აი მაგალითად მებაღეობის ნაკვეთებზე, რომელზეც ახლა ჩვენ ვმუშაობთ, ეს გადმოიტანეს როგორ? აი კი არ გაიაზრეს ის, რომ აქ შეიძლება არავინ არ ცხოვრობდეს და არათუ გაიაზრეს, მშვენივრად იციან, ახლა რაც გითხარით, რომ აქ მარტო მე კი ვერ ვხედავ, არამედ ობიექტურად არავინ არ ცხოვრობს, ხო? არავის არც სახლი აქვს, არც კარი აქვს და ცარიელი ნაკვეთებია. როგორც წესი მებაღეობის ტერიტორიები და აქ ადამიანმა რაიმე დაგიმოწმოს, რომ აი შენ აქ იყავი, ცოტა გვერდზე თუ ცოტა წინ თუ მარჯვნივ და მარცხნივ, აი პრაქტიკულად არის წარმოუდგენელი. ხო, ამიტომ ამის გადმოტანა არაფრით არ შეიძლებოდა პირდაპირ მებაღეობის ნაკვეთებზე. და ვიღაცას უნდა მოსულდა თავში აზრი, რომ ეს ხომ არ არის რაღაც განსხვავებული სპეციფიკაციის მქონე ნაკვეთები და აქ ავტომატურად გავრცელდება თუ არა ის პრინციპები მოწმეთა ჩვენებებთან მიმართებით, რასაც ვავრცელებთ სხვა ნაკვეთებზე. და ბუნებრივია, რომ არც უნდა გავრცელდეს. და არ უნდა გავრცელდეს არამატო შინაგანი რწმენის საფუძველზე ვამბობ ამას, ხო? მებაღეობის ნაკვეთები იყო განსაკუთრებული დაკვირვების ობიექტი და ამ ნაკვეთებზე ადამიანების შეხედულებისამებრ კი არ იძლეოდნენ ნაკვეთებს, რომ აი შენ იქ მიდი და აბა გაიშალეთ ეხა და ვისად გინდათ ის ნაკვეთი აირჩიეთ და რაღაც ასეთი პრინციპები კი არ იყო. იყო განაწილების გეგმა, არსებობდა ორგანიზაციული ნახაზი და კანონმაც და სასამართლო პრაქტიკამაც დაადგინა, რომ თუ ტერიტორიაზე წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დგინდება პირის კუთვნილების ფაქტი, მას მოწმეთა ჩვენება აღარ ჭირდება. და მოწმეთა ჩვენება მხოლოდ ისე დროს შეიძლება იყოს გამოყენებული, სადაც სხვა გზა პრაქტიკულად აღარ რჩება, აღარა აქვს მეტი რესურსი მარეგისტრირებელს და ეს რჩება, ასე ვთქვათ, საშუალება საიმისოთ, რომ პირს მიცეს რეგისტრაციაში ნაკვეთი. ამიტომ ყველა ის პირი, ვინც ამ პრობლემის წინაშე ხართ, აუცილებლად უნდა დააყენოთ მოთხოვნები იმგვარად, რომ მოწმეთა ჩვენება მხოლოდ საგამონაკლისოდ დადგეს როგორც ვალდებულება თქვენი და პირველ რიგში მოინდომონ მარეგისტრირებლებმა და შეამოწმონ საქმეში წარმოდგენილი მასალები, გადახედონ განაწილების გეგმას, ორგანიზაციულ ნახაზს, თქვენ დოკუმენტებს,
როგორიც არის მებაღის წიგნაკი, მიღება ჩაბარების აქტი, სისტემური კოდი და თუ რეალურად მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა ნუმერაციული მაგალითად მაქვს ნაკვეთი 25 ხო და მიწერია განაწილების გეგმაზე 25 ნომერი ხო აი რა უნდა ამის დადგენას ხო აი რა პრობლემა არის რომ გეოდეზიის სამსახური ყავს, კარტოგრაფიის სამსახური ყავს და თუ არ იცი უნდა მიმართო და მოითხოვო დადარება და ძალიან მარტივად დაადგენ ამას ხო და არა გადადენო ეგ პასუხისგებლობა მოწმეთა ჩვენებებისადმი სადაც ჩიხში შეკავს ადამიანი და ბევრს ფიზიკურად არც საშუალება აქვს რომ ვინმე მოძებნოს და თუ მაინც ვიღაცას რეგისტრირებული აქვს და შეიძლება არ ცხოვრობდეს მაგრამ რეგისტრირებული აქვს ხო აი როგორ შეიძლება რომელიმე მოწმემ აი ასეთ ცარიელ ტრიალ მინდორზე მოვიდეს და დაგემოწმოს რომ აი აქ იყავე შენ კონკრეტულად თუ იქ ხო ჯერ ხო პრობლემას უქმნის შენ თავს და მე მეორე ამ ადამიანსაც პრაქტიკულად პრობლემებს უქმნი და ყველამ უნდა შეიკავოს თავი მე ამ ტიპის ნაკვეთებზე აი ამ დამოწმებებისგან იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი პასუხისმგებლობა ხო პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და როცა საქმეში არსებობს დოკუმენტები იქ რაღაც იმის შევსება მოწმეთა ჩვენებებით რომლებიც არ ცხოვრობენ და წარმოდგენა არ აქვთ აქ ვინ სად იყო და ვინ ვის გვერდით იყო ეგ არის წარმოუდგენელი და ამ შეცდომაში არ შეგიყვანოთ მარეგისტრირებელმა ორგანოებმა. მოითხოვეთ კვალიფიციურად შესწავლა წარდგენილი მასალების, განაწილების გეგმის, ორგანიზაციული ნახაზის და თუ მარეგისტრირებელს არ ყოფნის მაგის კვალიფიკაცია, უნდა მოითხოვოთ რომ მიმართონ გეოდეზიის და კარტოგრაფიის სამსახურებს და დაადარონ თქვენი სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი ნაკვეთი განაწილების გეგმით არსებულ მონაცემებს.